მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს ჩვენი გადაცემის თემა დედაენა. ეს არის სწორედ ის უპირველესი წიგნი, რომლის საშუალებითაც ჩვენი მომავალი თაობა ამბავს სწავლობს. დედაენა შეგვიდგინა იაკობ გოგებაშვილმა. სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის, თუ როგორ ისწავლიდა ის ქართულ ამბავს, როგორ შეითვისებდა თავის მშობლიურ ენას და შემდგომ როგორ განვითარდებოდა ამ ენის საშუალებით. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ჩემი პირველი მასწავლებელი, პირველი იმიტომ რომ მე საბავშვო ბაღში არ მივდიოდა და პირდაპირ სკოლაში მივედი პირველ კლასში. ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი მედიკო ქაროხნიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მედიკო მასწავლებელო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით. და ეხლაც ვიხსენებდი, რომ სწორედ 34 წლის წინ პირველ კლასში, როდესაც მოვედი, სწორედ აი თქვენმა ამ დამოკიდებულებამ, დიდმა სიყვარულმა დედაენისადმი მე შემოყვარა ჩემი მშობლიური ენა და ჩემი სამშობლო. ეხლა რაც შეეხება ჩვენს თემას, დედაენა 1876 წელს დაიბეჭდა პირველად და ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ მე მახსოვს სწორედ რომ პირველ კლასში როცა ვიყავით, ეს 90-იანი წლების დასაწყისი იყო, თქვენ მიუხედავად იმ დუხჭირი ცხოვრებისა, მაინც წაგვიყვანეთ სოფელ ვარიანში, სადაც იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმია და სწორედ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ჩაგვიტარეთ აი ის პირველი გაკვეთილი, საიდანაც აია იწყებოდა და მე დღეს სიმბოლურად მინდა ამ თებერვლის თვეში პატარა იების კონა საჩუქრად გადმოვცეთ. დიდი მადლობა ჩემო საყარელო მაია ჯაფიაშვილო. მაია ჯაფიაშვილი ისეთი მოსწავლე იყო, რომ საერთოდ ვერ დავიჭირე ისეთი დღე, რომ ამან გაკვეთილი არ იცოდეს. შესანიშნავი მოსწავლე იყო. ძალიან ლამაზად წერდა, ლამაზად ხატავდა და არ ვიცი. უწინასწარმეტყველი რომ ეს დიდი ადამიანი უნდა გამოსულიყო და კიდევაც გამოვიდა. ძალიან მიყვარხარ მაია. გაიხარეთ. ძალიან მიყვარხარ. სადაც ესე იგი პირველი ასობგერები გასწავლეთ აი ია. დიახ, იაკობ გოგებაშვილმა 12 წელი მოანდომა რომ ეპოვა ის შესანიშნავი ამბანის პირველი ასობგერები, რომელიც იწყებოდა აი იათი. დღეს ჩვენი თაობა იზრდება იაკობ გოგებაშვილის, არა თუ იზრდება, არ ვიცი თუ აი მე წამოღებული მაქვს 1984 წელს მე რომ დავიბადე ზუსტად იმ წელს გამოცემული დედაენა. ანუ ამ წიგნით ვისწავლე მე სკოლაში. აი ზუსტად აი იწყებოდა და აი იაზე და მე როდესაც შევედი ყველა ბავშვს მივეფერე, ყველა ბავშვს ხელი გადაუსვი თავზე და აბა ბავშვებო, ვინ იცით იაზე ლექსი, ან სად იზრდება ია. ყველა ბავშვმა ზოგმა რა მითხრა, ზოგმა ასე მითხრა, მინდოში იზრდება ია, სურნელოვანია. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. და აბა ლექსი თუ იცის ვინმე, ერთ-ერთმა ბავშვმა ასეთი ლექსი მითხრა. აქ ჩიტუნა ხატია, აქ ხატია ია, ძლიერ კარგი წიგნია, დედაენა ჰქვია. ძალიან გამეხარდა. კიდე ვინ იცის და მაიამ ასეთი ლექსი მითხრა. მოიცა მიწერია მაია. აი შენი დედაენა გადაშალე შვილოს სწრაფად, მან მრავალი შემისთანა ცოდნის წყაროს დააწაფა. ძალიან მიყვარხარ მაია, ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ მობრძანდით ჩემთან და ინტერვიუს მადლობა თქვენ. აბა თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა და გაქვთ რაიმე ისა კი ბატონო. ჩვენ
მედიკო მასწავლებელო დედაენასთან ერთად დაწყებით კლასებში ბუნებასაც გვასწავლიდით და სწორედ მე მახსენდება იაკობ გოგებაშვილის ბუნების კარიდან ბევრ საინტერესო ცნობას გარემოს გაცნობის შესახებ გვიკითხავდით, თუნდაც ცხოველთა სამყაროზე, თუნდაც ფრინველებზე, მცენარეებზე. ანუ უამრავი ინფორმაცია, რომელიც იქ იყო ბავშვის ენაზე დაწერილი და ბავშვისთვის გასაგები, თქვენ ამ ყველაფერს ზედმიწევნით, აი გულით, სულით და მთელი ენთუზიაზმით გვასწავლიდით და ყოველთვის გინდოდათ, რომ ჩვენ დავწაფებოდით იმ სიბრძნის წყაროს, რასაც ჩვენი ქართული ენის, სამშობლოს, ბუნების სიყვარული ჰქვია. მე მინდა გთხოვოთ, რომ გაიხსენოთ, აი თუნდაც ბუნებიდან, რომ აი იასთან დაკავშირებით თუნდაც აი ბავშვებო, რა უნდა გითხრათ, ერთ ცხოველებზე გქონდა საუბარი. აბა ბავშვებო, ჩამომითვალეთ შინაური ცხოველები. ჩამომითვალეთ ზოგმა, ჩამომითვალეთ. ერთ-ერთი ბავშვი ადგა და მეუბნება. სასაცილოა, მაგრამ დედა ჩემი, მამა ჩემი, ჩემი და ჩემი ძმები. ატყდა სიცილი ბავშვებში, ატყდა სიცილი ხარხარი. მეც გამეცინა, არა მეუთხარი, არა. ესენი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ შინაური ცხოველები, სადაც შენ უვლი, სადაც შენ ყავს, ძროხა, კამეჩია, ცხენია, ძაღლია, კატათო. ესენი ყველა შინაური ცხოველებია. ბავშვებმა იმდენი იცინეს, რომ რამის ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს იმ ბავშვს. და დასცინოდნენ, მე უთხარი ბავშვებო, არ შეიძლება დაცინვა, უნდა დაარეგოთ, უნდა მიეხმაროთ, თუ არ იცის, უნდა ასწავლოთ. აი ასე იყო ჩვენი ბავშვების ბუნებაზე გაკვეთილის ჩატარება. სხვა კიდევ ანუ მე აი ყოველთვის მახსენდება ხოლმე მედიკო მასწავლებელო ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი აი ბოლო პერიოდში ჩვენი კლასი იყო და ყოველთვის გვეუბნებოდით ხოლმე, რომ თქვენო ერთმანეთის დაძმანი ხართო და დღესაც აი ჩემს კლასელებს რომ დავინახავ, უკვე 40 წლის ვარ და ანუ ამხელა კლასელები მყავს, ხო? აი ყოველა აბსოლუტურად ჩემი დედა-ძმა მგონია და ის ბავშვური სიყვარული, რაც თქვენ ჩვენში ჩადეთ, დღემდე აი უწყვეტად გვაქვს ყველა, სხვათა შორის ყველა ბავშვი, ძალიან ერთიანი კლასი ვიყავით და დღესაც ანუ ძალიან კი და ეს არის თქვენი დიდი დამსახურება. იმ დიდი სიყვარულის დამსახურება, რაც თქვენ თითოეულ ჩვენთაგანში ჩადეთ და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ დედაენის გაცნობით, დედა სამშობლოს გაცნობით, ჩვენი მშობლიური ენის სიყვარულის გაცნობით და ესე ნელ-ნელა ეს უკვე ხორცშესხმული და რეალიზებულია თითოეულ ჩვენგანში. ამისთვის 34 წლის მერეც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და კიდევ მრავალი წელი გეცხოვროთ მედიკო მასწავლებელო, თქვენ მრავალი თაობა გყავთ აღზრდილი. 42 წელი ვიმუშავე სკოლაში, 42 წლის წელი ვიმუშავე, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე. ხო ვერ გაიხსენებდით თქვენს პირველ გაკვეთილს, აი როდესაც პირველად შეხვედით საკლასო ოთახში და დაწყებითების საათზე და დაგეწყოთ პირველ კლასელებთან ურთიერთობა. კი, როგორ არა. შევედი პირველად მოვიდნენ პირველ კლასელები, მშობლებმა მოიყვანეს, ჩავატარეთ ზეიმის სკოლაში. აბა გაუცეხი მე პირველ კლასელებს, შევიყვანე კლასში, დავსხი და მშობლები გარეთ იცდიდნენ. ახლა ცოტა ხანი გავიდა 5 წელი. ერთი ბავშვი იქიდან ტირის დედა, მეორე ბავშვი იქიდან ტირის დედამინდა. ვიძახი რა გავქნა ახლა. ინსტიტუტში სხვათა შორის ძალიან კარგად სწავლობდი და კარგი ლექტორები ყავდნენ, ძალიან გვინერგავდნენ ბავშვების სიყვარულს და
ჩემი ლექტორი მეუბნებოდა, რომ შენ იქნები ბავშვებისათვის საფარელი მასწავლებელიო. ეხლა ვიფიქრე, კაცო, რითი გავართო? ზოგი ფანჯრიდან წამოხდა, ფანჯრიდან ეყურება, სად არის დედაჩემი? ნუ გეშინიათ. აბა ბავშვებო, მომისმინეთ, აბა. მე უნდა გითხრათ იაზე ლექსი. ყველა ბავშვი გაშტერდა, სულ ყველა მეგურებს. გინდათ გიამბოთ იაზე ლექსი? დიახ, მასწავლებელი, დიახ და დავიწყე. რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შევხედეთ, აბა. ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ხელით მატარებს. ჩემი მებაღე ძია, თავზე პეპელა მაზის და თავადაც იამქვია. და ბავშვებო, ეს იყო და ყველა ბავშვი თითქმის შემეჩვია და ჩამოვიარე, ყველა ბავშვს მივეფერე, ზოგი ბავშვი კაბაზე მკიდებს ხელს და ზოგი ბავშვი ხელებს, პატარა ხელებს მეთითუნებს, ყველა ბავშვს მივეფერე და დაიწყო გაკვეთილი. ბავშვებო, ვინ რა იცის, ვინ რა ლექსი გასწავლათ, ზოგი საბავშვო ბაღში დადიოდა, ზოგი არ დადიოდა. მაგრამ ეს საბავშვო ბაღში ნასიარულევი ბავშვები, სხვათა შორის, განსხვავდებოდნენ მაია, ვინც საბავშვო ბაღში არიარა. ხო და შენ ისეთი იყავრე, შენ არც განსხვავება გინდოდა, არც არაფერი ისეთი. მე აი შინაგანად უფრო ჩაკეტილი ვიყავ ეხლა კი ხო უფრო სოციუმში შენ თანატოლებთან ხარ და უფრო გახსნილი ხარ და მე აი დამჭირდა რომ რაღაც აი უფრო კონტაქტური გამხდარიყავი. ისე განსხვავდებოდნენ საბავშვო ბაღში ნასიარულევი ბავშვები და ხო და ერთ-ერთი ბავშვი მეუბნება მასწავლებელო, მე საბავშვო ბაღში არ ვიარეო და რატომ მეთქით? იმიტომ რომ ტიროდიო. კაი, ახლა მივეფერე, დავიწყეთ გაკვეთილზე. ზოგმა რა მითხრა, მერე მათემატიკაზე გადავედით, მერე დასვენება რომ იყო, სულ მაგათი ყარაული ვიყავი, ან არ იჭუბოთ. ძალიან ძნელია პირველ კლასში მასწავლებლობა. ისე სანამ შენ ჭკუაზე მოიყვან. და ესე გავატარე 42 წელი ჩემ პატარა ბავშვებში. ჩემ პატარა ბავშვებში კი არა, მერე უკვე დიდ ბავშვებში. ვეუბნებოდი შენი დედა, შენი მამა ჩემთან, მე ვასწავლედი. მართლა მასწავლებელო, მართლა თქვენ ასწავლედი ჩემ დედიკოს, მე ვასწავლედი. ჩემ მამიკოსაც მე ვასწავლედი. აი ასე იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების საქმე. ჩემი გაზრდილი ბავშვები მუშაობენ დიდ ადგილას, ზოგი ექიმია, ზოგი მასწავლებელია, ზოგი სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობენ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი ცოდნა ჩემ ბავშვებს მოვახმარე. მე ისე ვასწავლე ბავშვებს, ისეთ იმებს ვასწავლედი, რომ აი ეხლა განათლების სისტემამ ეხლა დაიწყო ამ მეთოდებზე სწავლება. ეხლა დაიწყო. ანუ ის ლოგიკური აზროვნება, კრეატიული აზროვნება, ანუ თქვენგან შევითვისეთ ასე ვთქვათ და აი ესეთი გონებრივ იმას ისე უმუშავებდი ბავშვებს, რომ აი ბავშვებო, დახუჭეთ თვალები, აბა დახუჭეთ და ტყეში გავისეირნოთ. აბა ტყეში ვინდრა, ესე იგი დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. აბა ტყეში რა ნახეთ ბავშვებო, აბა აიხედეთ, თვალები დახუჭეთ, გაახილეთ, თანაც ვარჯიშებსაც უკეთებდი, თვალის ვარჯიშებსაც უკეთებდი, არ ვიცი. და ძალიან უხაროდა ჩემი ბავშვების გადასვლა მომავალ მეხუთე კლასში. ისეთი და ჩემი ბავშვები რომ ამთავრებდნენ, სულ ყველაფერი იცოდნენ. ზრდილობა, კულტურა,
აი არ ვიცი მე სულ ყველაფერი და ამაზე ძალიან ჩემი სოფლის ბავშვებზე ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ხლა რომ ბანკეტი ჩაატარეს, მაია ისეთი კმაყოფილი ვარ. ნუ თუ ესენი ჩემი ბავშვები, ჩემი ყოფილი ბავშვები არიან მეთქი? ამი არ ვიცი. მთელი დარბაზი რომ ჩემ ბავშვებს უყურებდა, აი გულის სიხარულით მევსებოდა. ნამდვილად დიდი სიხარულია და დიდი ემოციაა და მოიგონეს მერე ბავშვებმა. ეხლა რომ ვეუბნებოდი ბავშვებო, უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, თქვენ დები და ძმები ხართ. მესამე კლასში ვარ და ერთ-ერთ მათემატიკას ხსნიდა. ერთი ორი ბავშვი ბიჭები სხედან რაღაცასაც წერენ და თან იცინიან. ისახი ნეტა რასაც წერენ, დაიძე დავაცადო აბა რას დაწერენ. ესე ჩუმჩუმად მერხებს ჩუმად აწვდის იმ ბავშვს, იმ გოგოს არ დავასახელებ. ხო და მომეცი მეუთხარი ეგ ქაღალდი, მომეცი წერა მიყვარხარ. ეხლა გაიხსენეს ბანკეტზე. მასწავლებელო თქვენ რომ მე საუბარი ჩაგვიტარეთო, ჩვენო დები და ძმები და ესენი მაშინო ბავშვურად მოგვივიდაო, განამართლა მიყვარხარ. ხო მეუთხარი დები და ძმები. აი ეხლა რომ აი გიყურებთ მეთქი, გულის სიამოვნებით მევსება. ძალიან კარგი ბავშვები ხართ. ძალიან უყვართ ჩემ ყოფილ ბავშვებს ერთმანეთი. ნამდვილად თქვენი დამსახურებაა. მოკლედ მედიკო მასწავლებელო, მინდა წარმატებები გისურვოთ. თქვენ უკვე შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული პედაგოგი ბრძანდებით, იმიტომ რომ 42 წელი სკოლაში მუშაობს პატარა დრო არ არის. თან წარმატებული თაობა გაზარდო. თითქმის ყველა სფეროში არიან თქვენი ყოფილი მოსწავლეები და საქმებულები, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მინდა ამ ყველაფრისთვის, როგორც თქვენმა ყოფილმა მოსწავლეებმა, მადლიერება გამოვხატო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ. მანანა ექიმმა მითხრა, საბავშვოში ვიყავი მთელი იმ ექიმებთან და იმათთან, შენ და სოფო მასწავლებელსო, ის დადისო, ისეთი დიდი დამსახურება გააქვთ მედიკო მასწავლებელო, ეს ექიმები ვიყურებდნენ. კი, ნამდვილად სოფო მასწავლებელს დიდი სიყვარულით ვიხსენიებთ. ლეგენდები დადისო, სოფო მასწავლებელზე და მედიკო მასწავლებელზეო. ძალიან კმაყოფილი ვარ მაია შენი ინტერვიუთ, შენს წარმატებას გისურვებ. ვიცი რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, კარგი